მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ვისაუბრო ნომერ პირველ პრობლემაზე ავტოიმპორტში, რამაც შეიძლება დაგვაკარგინოს რუსთავის ავტობაზრობა. და მე დღეს აქ სტუმრად მყავს ბატონი ალექსი, ავტოიმპორტ ასოციაციის დამაარსებელი, ბატონი ბეგლარი, ერთ-ერთი ავტოდილერი და ბატონი გიორგი, ასევე ავტოდილერი. გავიგებთ მათ აზრს და მოვისმენთ ასევე იდეებს, რაში ხედავენ გადაჭრის გზებს. ბატონო ალექსი, იქნებ ესე ვთქვათ, მოკლედ მოგიყვეთ, რაში მდგომარეობს პრობლემა, რამაც შეიძლება დღეს მთლიანი ბაზარი დააკარგიოს ქართველ დილერებს. პირველ რიგში მოგესალმებით მეგობრებო, მესალმებით ჩვენ მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ახლა პრობლემას, პრობლემა დიდია და მართლა ამ დარგში არ არის. საქართველოს ძალიან ბევრ სფეროში შეიქმნა ის პრობლემა, რომ ჩამოსული არარეზიდენტი პირები ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ართმევენ ჩვენ მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს. ბევრ სფეროში შეიქმნა. ბევრ სფეროში შეიქმნა მსგავს პრობლემა და ბატონი ბეგლარი საუბრობდა, სანამ ჩართვა იქნებოდა, რომ ტაქსის მძღოლებიც კი უკვე არიან არარეზიდენტი პირები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აქ არიან დაკავებული გარკვეული საქმიანობით. და ჩვენ რაც შეეხება ჩვენ სფეროში ეს პრობლემა შეიქმნა ჯერ კიდევ პანდემიის შემდგომ პერიოდში, მაშინ როდესაც უშუალო მყიდველი ვერ ჩამოდიოდა, ჩაკეტილი იყო საზღვრები, ბაზარები ფაქტურად გაჩერებული იყო, ყველას მოგეხსენებათ და გაჩნდნენ ეგრეთ წოდებული შუამავლები. აი ამ შუამავლებმა დროთა განმავლობაში ჩაანაცვლა უკვე ქართველი დილერი და იმ ლოგისტიკური ჯაჭვიდან, რასაც ქვია იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან იმპორტი და მე ექსპორტზე ავტომობილის გაყვანა, იგივე აზიის ქვეყნებიდან ჩამოყვანა და გაყვანა, აი ამ სფეროში, აი ამ ჯაჭვში ქართველი დილერი ამოვარდა. რაც ქვეყნისთვისაც, ქვეყნის ეკონომიკისთვისაც, ჩვენ თავებს რო თავი დავანებოთ პირად პრობლემას, ზოგად პრობლემაზე და გამოწვევაზე რო ვისაუბროთ, ქვეყნის ეკონომიკისათვის ეს სამუშაო ადგილების შემცირებაა და თითოეული დილერი მინიმუმ 3 ოჯახს მაინც ინახავდა, ხო? და ასევე კაპიტალის, ასევე ფულადი ნაკადების, დოლარის ან ფაქტურად გაედინება ფული, მაგრამ დოლარი აღარ შემოედინება, იმიტომ რომ ქართველი დილერი თუ შემოქონდა ვინმეს დოლარი ქვეყანაში ერთ-ერთი წყარო შემომტანი იყო ქართველი დილერი და ფაქტურად ახლა ეს უკვე აღარ ხდება და დიდი პრობლემების და გამოწვევების წინაშე. სტატისტიკას თუ დავაკვირდებით ბატონო ალექსი, ხედავთ რომ ყოველწლიურად რეექსპორტი ავტომობილების უფრო და უფრო იზრდება. ვითომ რიცხვები იმაზე მეტყველებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, რეალურად ეს ჩვენი ავტომობილები არ, ანუ ქართველი დილერის ავტომობილები ეს არ არის. ეს არის უცხოელების და მათი ესე ვთქვათ, შეძენილი ავტომობილები წლიდან წლამდე უფრო იზრდება და ასევე მათი გაყვანა. ეს კი ნამდვილად ასია, რეექსპორტში და იმპორტშიც პირველი ადგილი ვიკავია, სუბუქი ავტომობილების იმპორტის და რეექსპორტის თვალსაზრისით, როგორც გითხარით, როგორც აღნიშნეთ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა ციფრებს, არამედ კონკრეტულად ეს ავტომობილები ვის ხელში, როგორ გადის და რანაირად გადის და ამას მე ჩვენ რა გვჭირდება, ხო? იგივე ერთეული წინა წლებს რო შევადაროთ, ერთეული ავტომობილის საშუალო ფასი იყო სადღაც 9-დან 10,000 დოლარამდე, ეხლა არის 20-25,000 დოლარი. გაიზარდა საბრუნავი კაპიტალი ქართველი დილერისათვის, მეტი ფული ფინანსური სახსრების ჩადება ჭირდება და რეალურად იქიდან მოგება კიდევ უფრო ნაკლები და ნაკლებია, ხო? ეხლა იფიქრებს, რომ ფასი გაიზარდა, ესე იგი შემოსავალიც მოემატა ქართველ დილერს, მაგრამ პირიქით ხდება, იზრდება ეს ხარჯები და ფაქტიურად უცხოელები, იგივე არარეზიდენტი პირები დემპინგურ ფასში ყიდულობენ ჩვენგან ამ ავტომობილებს და თავარი ის კი არა ჯიბეში რა ტრიალებს, თავარი იქიდან რა არჩევა ქართველ დილერს და შესაბამისად ქართულ ოჯახებსაც. პლუს დავამატებ ბატონო ალექსი, ალბათ ვისაც როდესმე ჩამოგიყვანიათ ავტომობილი და გიიცდიათ გაყიდვა, ვაწყდებით არარეალურ ვაჭრობის გზებს უცხოელებისგან, როდესაც გირეკავენ და ეგრევე გთხოვენ 3,000 დოლარის დაკლებას და ესეც მათ რუსთავში მათ ბატონობაზე მათ ბატონობას უსვას, ხო, დომინანტობას უსვას ხალხს, იმიტომ რომ აი საერთოდ არ ვიყიდი შენ მანქანას, ისეთი განწყობა აქვს, თუ ამ ხელად ახას არ გამიკლებ. როცა ანუ ქართველი როცა მოდის, იქ საუბარი არის ალბათ 500 ან მაქსიმუმ 1000 დოლარზე, მაგრამ
როდესაც უცხოელი გიკავშირდება, ეგრევე გთხოვს $3,000 მოსნას, $5,000 მოსნას და თან ამით თითქოს ისეთი ტონით გეუბნება, რომ საერთოდ აღარ ვიყიდი თუ არ გააკეთებ და ზოგი თან ხდება, ზოგი არ თან ხდება, მოკლედ ძალიან სუტრეშია ბაზარი. ბატონო ბეგლარ, თქვენ ხართ ძალიან დიდი ხანია ავტოდილერი ბრძანდებით და მაინტერესებს როგორ შეიცვალა თქვენი ბიზნესის მიმდინარეობა აი ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. რა ვიცი, წელი-წელიწადი გავიდა და ეხლა გვიყიდე რამოდენიმე დღის წინ მანქანა რა გასაყიდად რა. თქვენი საქმიანობა რომელი წლიდან იწყება? 2000 წლიდან, 2001 წლიდან მე მანქანა ჩამომყავს. გერმანია იყო, მე უკვე ამერიკის შეერთებული შტატები. საბამისად, ძალიან დიდი შრომაწვალებასთან არის რა დაკავშირებული მანქანის ჩამოყვანა, გამზადება იმ კონდენციამდე მიყვანა ტექნიკურად, ვიზუალურად. ძალიან ბევრი ნიუანსია და ძალიან ბევრი დეტალია რა და ძალიან დიდი შრომასთან არის დაკავშირებული, ვისაც ერთხელ გაუკეთებია თავიდან ბოლომდე და დაუწყია ნოლიდან და გასულა ბოლოში ალბათ დამეთანხმება. დღევანდელი სიტუაცია რაც არის შექმნილი, კატასტროფა არის რა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ის რგოლი, რასაც ქართველი აკეთებდა და ქართველი შრომობდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ვეღარ აკეთებს რა, ანუ არც უღირს რა. გამომდინარე იქიდან, რომ არარეზიდენტმა პირებმა ფაქტიურად ჩაიგდეს ბაზარი ხელში. ეხლა ალბათ ვიღაცა იტყვის, რომ ჯანსაღი კონკურენციაა და რატომაც არა, მაგრამ მე ვიტყვი იმას, რომ არ არის ჯანსაღი კონკურენცია რა. უბრალოდ ადამიანს, რომელსაც კი ბატონო, ჩვენ თუ იქნებით ერთ პირობაში, როგორც ჩამოყვანის მხრივ, ისე გასაღების მხრივ, კი ბატონო, მაშინ იქნება ჯანსაღი კონკურენცია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მარტო ჩამოყვავს და გასაღების ბაზარი ჩვენ არ აქვს რა. ისევ და ისევ დამოკიდებულები ვართ შუა აზიის ქვეყნებზე, რომლებსაც დღეს გაყავთ მანქანები და ის ასაცილო ფასებზე არის საუბარი რა. დაგითვლიან, დაითვლიან, უცებ თუ უღირს მანქანა სიტყვაზე $10,000 ჩამოყვანიან, გაკეთების ხარჯიან იმას დაგითვლიან და იმაზე ნაკლებს გეუნებიან, აქ თავაზობენ რა და ანუ არის ხალხის კატეგორია, ვისაც ბანკის ვალი აქვს, კრედიტი აქვს, რაღაცა რა და აი სხვა გამოსავალი არ აქვს, რომ უნდა გაყიდოს და გადააგდოს მანქანა რა. ანუ შესაბამისად ის მეორედ აღარ წამოიყვანს უკვე რა. მეორე თემა ის არის, რომ კი ბატონო, დილერს რაღაცა მოგება რჩება და ყველა იმისთვის შრომობთ, რომ რაღაცა მოგება დაგვრჩეს რა და ამ თანხას ხო ისევ ჩვენ ქვეყანაში ხარჯავთ, პროდუქტს ყიდულობთ, რაღაცას ყიდულობთ, რაღაცას ვაკეთებთ. ანუ ერთი პატარა პრობლემა ვიღაცას შეიძლება იყოს, მაგრამ რეალურად ჩაუბრმავდეთ ძალიან დიდი პრობლემა არის. იგივე აი ავტომობილი რო ჩამოყავს, დასაქმებული ყავს ხელოსანი, დასაქმებული ყავს გადამზიდავი კომპანია, დასაქმებული ყავს გარეთ სხვა, ბევრი რაღაცა ნაწილი, სხვადასხვა სერვისები არის. იმ სერვისის უკანაც ხო აი ხალხის ოჯახები დგას რა შესაბამისად. ანუ შესაბამისად იმათაც მოაკალდა ის შემოსავალი, რაც ჰქონდათ. ხო და ძალიან დიდი პრობლემაა და აი გამოსავლის ცოტა რთული არის უკვე აი აქ რაღაცის გამოსავლის ძებნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიფიქრე, არა მარტო მე და ჩემს გარშემო ჩემმა მეგობრებმაც ბევრს ვჯერლობთ ის, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი არის ჩემი გადმოსახედიდან მსხვილი კომპანიები, რომლებიც არიან, ცოტა მეტი კონტროლი გაუწიონ, რომ უცხო ქვეყნის მოხალხეზე არარეზიდენტ პირზე არ იყოს მანქანა, ანუ პირდაპირ ყიდვის ცდომა არ კონდეს. ან თუ ექნება ტარიფი მაინც გაუძვიროს იმ ადამიანს, იმ უცხო ქვეყნის მოხალხეს, ვიდრე მე მაქვს რაღაცა ტარიფი. სიტყვაზე მე თუ მაქვს პირობითად რო ავიღოთ $100, იმას გაუხადოს $200. მინიმუმი ბევრად მეტი შეიძლება. ხო, შეიძლება ბევრად მეტიც, მაგრამ მინიმუმ აი რაღაცა, ანუ ერთად გვერდში დგომა გვინდა, როგორც კომპანიებს უნდა დაგვიდგენ გვერდში, ისე დილერები უნდა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში და კიდე ერთი საკითხი მინდა აღვნიშნო რა, მსხვილი კომპანიები, რომლებიც დღეს არსებობენ ბაზარზე, რომ ძალიან ბევრი კომპანია არის.
ისევ ჩვენ ხარჯზე და ჩვენ გავიწე ჩვენი წვალების ხარჯზე აიგო ამხელა კომპანია და გავიდნენ ამხელა მოგებებზე რა და შემოქმედო რა ჩვენს რა და დილერებსაც რა მე არა მაგ პრიორიტეტები რეალურად ჯაჭვი რა. კი ბატონო ესე ვიტყვი ჩვენი კომპანიის სახელით ვიტყვი რა. ჩვენ მაგალითად და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი კომპანია არ მუშაობს უცხოელებს, მარტო ჩვენ არა. და როდესაც უკვე ქართველი დილერი 10 მანქანის მაგივრად ყიდულობს 3 მანქანას, ის კომპანიასაც ეთყობა, ან კომპანიაც კრიზისშია ესე რომ ვთქვათ რა. ბევრი ვინც უცხოელ მომხმარებლებზე ყიდის მანქანებს და უცხოელებისთვის ჩამოყავს, ის ჯერ ამას ვერ ხედავს, მაგრამ ერთ დღესაც რამე რომ მოხდეს ამ უცხოელებმა თვითონ რო დაიწყო ქართველების გვერდისავლით ჩამოყვანა, აი მერე უკვე გვიანი იქნება. აუცილებლად დაიწყო. ჩვენც ისევე გვჭირდება ქართველი დილერები, როგორც დილერებს ვჭირდებით ჩვენ. კი ბატონო, ხელი ხელს ბანს და ორივე პირს. ძველი ქართული ანდაზა არის და ხო და ესეა რა და რა ვიცი რა. ჩემი თხოვნა იქნება როგორც კომპანიების მიმართ, ასევე დილერების მიმართ, რომ დაუდგეთ მეგობრებო ერთმანეთს გვერდში და გადავარჩინოთ ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა უპირველეს ყოვლისა რა. ეს ბევრად მასშტაბური ამბავი არის და ამაზე მეგობრებო, იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ეს შეიძლება დაიწყოს ავტოსფეროთი და დამთავრდეს თუნდაც სარესტორნო ბიზნესით, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მოწინავეა. ყველა სფერო შეიძლება შეეხოს და მერე უკვე გვიან იქნება რაღაც თუ არ გავაკეთეთ. ეს ახლა ავტომობილები ჩვენი სფეროა და ჩვენ გვაწუხებს და ჩვენ ვიწყებთ ამაზე ლაპარაკს, მაგრამ შეიძლება ისე მოედოს ყველაფერს, რომ მერე უკვე მართლა გვიან იქნება ყველა სფეროსთან დაკავშირებით. მე მინდა ბატონ გიორგის გადავცე სიტყვა, ბატონო გიორგი, თქვენც ძალიან დიდი ხანია ამ საქმიანობით ხართ დაკავებული და რა პოზიცია გაქვთ დღესობით ამ საკითხთან დაკავშირებით? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. განსაკუთრებით შეეხო ეს პრობლემა მცირე დილერებს, რომელიც მცირე ბიუჯეტით ლავირებდნენ, ესე ვთქვათ, გაძვირდა შესაბამისად ადგილზე მანქანების და ძალიან უჭირს მცირე დილერს აქ უკვე კონკურენციაში შესვლა. მე ერთ გარემობას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ უცხოელ ინვესტორებზე პრობლემაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ხალხზე, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციას ანხორციელებენ, ასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს და დოლარს ქმნიან. პირიქით, ჩვენ ვსაუბრობთ საკითხზე, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის ამცირებს. მე როგორც ვიცი, ამ უცხოელებს აქვთ გახსნილი საკუთარი, ესე ვთქვათ, პროფილაქტიკები, თვითონ ეყავთ ჩამოყვანილი ხელოსნები, აკეთებენ აქ მანქანას და გაყავთ ისე, რომ არც ერთი ქართული რგოლი აქ არ მონაწილეობს პრაქტიკულად რა. მეორე გარემოება არის ის, რომ პრაქტიკულად ის ფული, რაც იმ ყაზახს, ვთქვათ, უზბეკს ან ნებისმიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეს რჩება, გადის ჩვენი ქვეყნიდან, შესაბამისად ეს მოქმედებს დოლარის კურსზე, აქ დარჩენილი ფული ცხადია მოქმედებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, მე ვყიდულობთ სხვა პროდუქტს და ვითარდება ასე ქვეყანა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ხოვნა მაქვს, რომ რაღაცნაირად ერთად მოვძებნოთ გამოსავალი, რომ განსაკუთრებით ეს მცირე დილერები საერთოდ არ გაქრეს ქართული ბაზრიდან, არ გაქრეს მათი მინიმალური შემოსავლის წყარო. ზოგისთვის ეს არის პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ოჯახის შენახვის საშუალება. თქვენ ვართ ეს დავამატებ სავსებით კითხავთ, რაც ბრძანეთ, მაგრამ ერთიც უნდა დავამატოთ, როდესაც ლოგისტიკური ჯაჭვიდან ქართველი დილერი ვარდება, შეიძლება მოგების სახით ლოგისტიკურ კომპანიებს უფრო მეტი რჩებათ, მოდი პირობითად ვთქვათ. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, როდესაც ამ ჯაჭვში ჩართული იყო ქართველი დილერი, ბიზნესი რა არის, ეს არის მოგება და წაგება, რისკი ხო, რაღაც გარკვეული რისკი არსებობს. ამ რისკს ინაწილებდა როგორც ქართული კომპანიები, ისე ქართველი დილერები თანაბრად, ხო? ნუ ღმერთს არ აქნას, მაგრამ ხო გვაქვს ამისი საშიშროება, ეს რისკები არსებობს და ეს უნდა გავთვალოთ. და აი იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ლოგისტიკური ჯაჭვიდან ამოვარდება ქართველი დილერი, კომპანიებმა უნდა იცოდნენ, რა თქმა უნდა, ისინი მოგებაზე არიან ორიენტირებულები და ნაკლებად ალბათ უნდა მიმართოთ მათ პატრიოტულ ბრძნობებს, იმიტომ ბიზნესია და ფულის მოგება უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. შეიძლება ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ რეალობა ეს არის. ხო? ამიტომ
ისე ვისაუბროთ იქიდან იმ რისკებიდან გამომდინარე, რომ როდესაც ამ მსგავსი რისკები დაუდგება კომპანიებს, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ რისკების პირისპირ აღმოჩნდებიან მარტო. იქ უკვე ქართველი დილერი ვერ იქნება. ეს რეალობა, ეს მოცემულობა და ეს უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ. ანუ საუბარი იმაზე, რომ დრო ითული მოგებას უნდა გაითვალისწინოს რისკებიც, რომელიც შესაძლოა გელოდება და ამისგან დააზღვიო. და ამას აზღვევდა ქართველი დილერი. როგორც კი ამოვარდება ქართველი დილერი, ეს ასე ვთქვათ, ეს ბუფერიც, ეს დაზღვევაც ქართული ლოგისტიკური კომპანიებისთვის დაკრება და აი 2023 წელს არ ვიცი, სადღაც 80 თუ რაღაც რაოდენობა იყო 8-ათეული ლოგისტიკური კომპანია იყო და 2023 წლის შემდეგ გამრავდა და 140-ია. აი სწორედ შემდგომ რომ გაიზრდება კონკურენცია, ეს ლოგისტიკური კომპანიები ყველას წარმატებას უშურვებ, ყველას, დიდსაც, მცირესაც, საშუალოსაც, მაგრამ ქართველი დილერის ამოვარდნით აი ამ ჯაჭვიდან, ხო? ისინი ფაქტურად ძალიან ბევრი დაკარგავს ბაზარს და მომხმარებელს და ისევ მოუწევს ბევრს დახურვა. ნუ გადარჩება ალბათ რამოდენიმე. ეს ცუდი პროგნოზია, მაგრამ როდესაც ცუდისთვის ახარ მზად, ყველაფრისთვის ახარ მზად, მოდი ესე ვთქვა. და აქ მარტო ერთი ლოგისტიკური კომპანიის დახურვა არ დახურვაზე არ არის ხალხმა საუბარი, ხო? აქ პირდაპირ ქვეყანა რეექსპორტში მყოფ დარგს კარგავს და გვაცლია, ხო? აქ არ არის საუბარი, რომ აი შეხვედრებზე რომ დავდივართ სხვა სახელმწიფო უწყებებთან და რომ საუბრობთ, ისინი გვეუბნებიან კონკურენცია არის და კონკურენციას გაუძერეთ, ხო? აი თუ დაკარგა ვიღაცამ ერთმა დილერმა სამუშო, იქ ერთი დილერი კი არ კარგავს, სახელმწიფო ავტოხაბსა კარგავს და რეექსპორტში მყოფ დარგს კარგავს მთლიანად და ეს მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მე ვფიქრობ და ასე უნდა უდგებოდეთ საკითხს. ან შეიძლება ვცდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე უნდა სვავდეთ საკითხს და პრობლემას. რო კარგავს დილერი სამუშაო ადგილს, სახელმწიფო ის სამუშაო ადგილს კარგავს და სახელმწიფო რეექსპორტში მყოფ დარგს პირველ ადგილზე მყოფ დარგს აკარგავს. საქართველოს მიწაზე აშენებული ავტობაზარი, რომელიც არის კავკასიაში ნომერ პირველი, ქართველებს აღარ ეკუთვნის. ან მაგაზე მეტი დაკარგვა რაღა გვინდა, მართალი ბრძანდებით ბატონო ალექსანდრე. ერთ დავამტევდი ბატონო. პრაქტიკულად ქართველი დილერი და უცხოელი დილერი არათანაბარ პირობებშია. მაგალითად ვიტყვი, იყიდა ყაზახმა, უზბეკმა მანქანა ჩამოიყვანა საქართველოში, მიყავს თავის ქვეყანაში და ყიდის. ხო? ამას იგივეს ვერ აკეთებს ქართველი. ვერ ჩამოყავს და ვერ მიყავს და ვეღარ ყიდის ყაზახი. არა, ჩამოყავს, მაგრამ ვეღარ ყიდი. ხო, მაგას გულისხმობ, ვეღარ ყიდის ყაზახი. ო, აი ეგ არის. ას უკვე თანაბარ პირობებში არ ვართ. თანაბარ პირობებში ისედაც არ ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ შეხედე პირველი იმით დავიწყებ, რომ მოდი რა ყველამ ვიცით რეალობა, რა უმრავლესობა ქართველებს ბანკით აქვთ ისთან ხაღებული და ისე ჩამოყავთ ეს ავტომობილები და ნუ ბანკითაც რო არ ქონდეთ, ბიუჯეტი ბევრად ნაკლები გვაქვს ვიდრე ყაზახებს. ჯერ ელემენტარული მაგიტო არის არათანაბარი, რომ ჩვენზე ფინანსურად ბევრად ძლიერები არიან. მერე იმიტომ არის არათანაბარი, რომ თქვათ საქართველოში ჩვენ რაფასა და წვიდით ავტომობილს, ისინი თავიანთ ქვეყანაში იმაზე ბევრად ძვირად ყიდიან. გაცილებით დიდი მოგების მარჟა. დიდი ლუფტი აქვთ, კი და. კი, მოგების მარჟა დიდია. ქართულს არა აქვს, მაგრამ ჩვენ აი ხა საშუალოდ $10,000 მანქანაზე საშუალო მოგება შეადგენს სადღაც $1,000 რა. აი ყველაზე კარგ ვარიანტში რა. ხო და კი და ამ დროს ბატონო ბეგლარ ჩვენს მოსახლეობას პირიქით სხვა შეხედულება აქვს. კი, აქვს სხვა შეხედულება. მოდით ავიღოთ აი უბრალო მაგალითი $10,000 მანქანის ჩამოყვა. აი დღეს ვარ მე აი ამ პრობლემის წინაშე. დაახლოებით $10,000 ბიუჯეტში მინდა მანქანის ჩამოყვანა. 2 კვირაზე მეტია ვეძებ მანქანას რო ვიყიდო. 2 კვირაზე მეტია და როდის ვიყიდი არ ვიცი. ანუ $1,000 მანქანა $10,000 მანქანაზე რჩება სიტყვაზე $1,000. უბრალოდ გადავანაწილოთ ეს $1,000 თვეზე რა. ნუ ყიდვის პროცესი დაახლოებით 2 კვირა, ნუ თუ გაგიმართლა შეიძლება იმ დღესვე იყიდო, მაგრამ საშუალოდ ყიდვის პროცესი არის 2 კვირა. პლუს ჩამოყვანა სადღაც 2 თვე, 2 თვე ნახევარი. ხო? გადავედით მე-13 თვეზე. გამზადება მანქანის რომ მოიყვანოთ ტექნიკურად, ვიზუალურად, აი ყველანაირად რომ გამზადო მანქანა დაახლოებით
საშუალოდ 1 თვე გჭირდება რა, იმიტომ რომ ამერიკიდან ისეთი მანქანები ჩამოდის, რომ ეს მინიმალური ვადებია. მინიმალურ ვადებს ვიძახი, დიახ რა, ისეთი მანქანები ჩამოდის, რომელსაც მინიმალურად 1500 დოლარის ხელს შეავლებ, აი ეს არის რამდენი სიურპრიზი გქონდა. ხო, ნუ სიურპრიზი რაც არ ჩანს, კიდე ეგ ხო, ეგ შემთხვევა იმას მაგას აღარ განვიხილავ, ეგ სიურპრიზები თუ დაგხვდა და 90% გვხდება ხოლმე. ძირითადად არასასიამოვნო. ნუ ავედით 4 თვეზე რა. და მინიმალურს ვიძახი, ნუ 2 თვეში ჩამოყვანა მანქანის კაი ვარიანტია, მაგრამ ნუ ან 4 თვე იწელება, ხან 6 თვე რა. დაახლოებით 5-6 თვიანი პერიოდი გაქვს ჩადებული, სიტყვაზე $10,000. აი 5 თვეზე გადავანაწილოთ, აი $1,000-იანი მოგება, 500 ლარი გამოდის თვეში რა, ერთი 500 ლარი. გონის ჩავერთვები რომ ანუ ავტომობილი რომ მიდის იმ კონდიციამდე რომ მზად არის, დელოდები მყიდვას ყიდვა ხო, ნუ იქ ის ვადაც ემატება ბატონო. ის ვადაც ემატება, ტრანზიტები ემატება. 7 შეიძლება 8 თვეც გავძელდეს. კი ბატონო, ის ნუ ადამიანური რესურსი შენი შრომა, დრო, ნერვიულობა, რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა არის რა და არის რა, აი სოციალურ ქსელებში ბევრჯერ შემხედრია ის კომენტარი, რომ აი 5, 6 და $10,000 რო უგებ მანქანაზე. ნუ თანხას გააჩნია ეხა რა თანხაზე არის საუბარი, შეიძლება $10,000-იც მოუგო, მაგრამ რეალურად რისკები რისკებთანა გაქვს დაკავშირებული და რა რისკებთანა გაქვს საქმე, ეგეც ხო გასათვალისწინებელია. ერთ-ერთი საკმაოდ რისკიანი ბიზნესი არის ავტოსფერო რა, ერთ-ერთი რა და რა ვიცი, კი ძალიან რომ ხშირ შემთხვევაში 5 თვემდეც ადის ამ მანქანის ესე ვთქვათ სასურველ კონდიციამდე მიყვანა და ერთი გარემოებაც არის აქ რა. ეს იმდენად დიდი დროა, რომ ამ პერიოდში შეიძლება იმ კონკრეტული მოდელის ფასი ზოგადად ბაზარზე დაეცეს, გამოვიდეს ახალი მოდელი, თავისთავად შეიცვალოს წელი, ვთქვათ, 10 წლის მანქანა ის გახდა უკვე 11 წლის მანქანა, საბაზრო ფასი ეცემა და თქვენ ახლა კაი შემთხვევა მოგვიყევით, რომ $1,000 დარჩეს, ხო? ძალიან დაკარგა ნდობა ამ სფერომ მყიდველის და ესაც რაღაც ნაბიჯები არის. ჩვენ გვაქვს ახლა ასოციაციასთან გარკვეული მოსაზრებები, ალბათ მე მოგვიანებით ამაზეც გვექნება საუბარი ამ გადაცემაში თუ არა როცა უკვე მზად იქნება ამისთვის ეს სფერო, გარკვეული გამოსავალი რომ ნდობა დავიმრუნოთ მყიდველის, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა. იგივე ყაზახი რო ყაზახისგან ყიდულობს, არ მგონია რომ უკეთეს მანქანას ყიდულობდეს, ან იაფად, მაგრამ იქ იმ ენაზე მოსაუბრისაგან ნდობა უფრო მეტია, ვიდრე ქართულისაგან და აი ეს ფაქტორმა შექმნა ის გამოწვევა რის წინაშეც დღეს ჩვენავ დგევართ, ხო? ხო და აი დობის დაბრუნების ფაქტორიც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ამაზე თქონა ვიფიქროთ რაღაცა ნაბიჯები უნდა გადავიდეთ. როგორც შიდა ბაზარზე, ისე რეექსპორტზე. ეს დავავატებ თუ შეიძლება. ეხლა ჩვენ საუბრობდით მანქანებზე, რომელიც გადის ვთქვათ ექსპორტზე, ხო? არის კიდე შიდა ბაზარი საქართველოსთვის. ეხლა ერთი ადარა ნიუანსია, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქე, ქართული ადამიანი იყიდის მანქანას, იგივე საქართველოს მოქალაქეს გაცილებით მორალური და დიდი პასუხისმგებლობა აქვს, როცა შენივე მოქალაქეს მიყიდი მანქანას და ამ შემთხვევაში არის მეორე მხარე ყაზახი მიყიდეს, ან უზბეკი, მე ეროვნებაზე არ მაქვს არანაირი პრეტენზია, უცხოეთის მოქალაქეს გულისხმობ, მინდა ვთქვა, რომელიც მიყიდის საქართველოს მოქალაქეს მანქანას და ხვალე ვთქვათ, ან გათიშავს ტელეფონს, ან გაქრება საერთოდ სხვა თავის ქვეყანაში და შერჩება დაზარალებული, რჩება ისევ საქართველოს მოქალაქე. და ვერ ადამიანს ვერ ყოველს რომელსაც შეიძლება პასუხი მოსცოს. კი ბატონო. და ერთი მინდა დავამატო რა, ბატონო ალექსმა ძალიან სწორად აღნიშნა და დროულად კეთილსინდისიერი დილერი რა. არის რა, ნამდვილად არის, მაგას ფაქტია, რომ არის ხალხის კატეგორია, რომელმაც აი საერთოდ მანქანის აი ცოდნის ტარებაც არის ის რა მიუხედავ იმას კი არა იქ რა ნაწილი არის რა როგორ ანაირად როგორ რა უნდა იყოს და ნუ კაი დასაქმდა ამ სფეროში რა ბატონო არ არის პრობლემა მაგრამ აღდგენის ხარისხი მანქანას რა დონეზე აღდგენ რა როგორ აღდგენ ყოფილა რა ეხლა მე ძალიან ხშირად მიწევს მაგალითად ყაზბეგში ადი ჩამოდი რა და აი
თუნდაც აი ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე შუა გზაში გაჩერებულა, იმიტომ რომ არაკეთილ ინდისერად არის მანქანა გაკეთებული და აწყობილი. აი ეს ძალიან დიდი ფაქტორი არის და ერთ-ერთი შეიძლება ეგეც რაღაცა მომენტში ეგეც ყოფილიყო იმის ბიძგი, რომ აი თავისით მოეძებნათ ის გზები რა გზებსა რა გზაზეც დღეს არიან რა დამდგარი ან თვითონ ჩამოიყვანო თვითონ აღადგინო. აი კეთის ინდისიერებაზე ძალიან დიდი რაღაცა არის დამოკიდებული. არ შეიძლება ნუ ეხლა რაღაცა 50 ლარის სიტყვაზე დანანება იმაში, რომ უსაფრთხოების ბალიში არ ჩაუყენო ადამიანს რა, რომელიც გახსნილია. აიღე ახალი დააყენე რა. ის აღდგენა ხო რაღაცა X თანხაჯდება. დაამატე 50 100 ლარი და დაუყენე რა და დაიზინე მშვიდად რა. ხო აი არის რა ძალიან ვიზიტა და იქ როდესაც შედის ბაზრობაზე ხო ავტომობილი იქ თავიდან ბოლომდე სკანერზე ამოწმება. ანუ ყიდველი როცა ყიდულობს იმან იცის რა დონეზია ავტომობილი რა მოცემულობის წინაშე დგას. არა უბრალოდ ვიზუალური დათვალიერებით ან ხელოსანთან მისვლით, როგორ ჩვენ ახდება რომ ხელოსანი ამოწმებს და არამედ იქ თვითონ თავიდან ბოლომდე აპარატურით მოწმდება ეს ასე ვთქვათ ავტომობილი მოცემული და რა ხარისხით არის აღდგენილი და რამდენად სანდო ავტომობილი ამას გიჩვენებს თვითონ ის პროგრამა სკანერი რომელიც შედეგს დებს ხო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქ ვერც ადამიანი მოგატყუებს ვერც ვერავინ ვერ მოგატყუებს და ის მყიდველის დაზღვეულია. პირველ რიგში ბატონო ალექსი მე რთული იქნება მას ვიტყვი რომ ქართველებში უნდა იყოს ერთიანობა. თუ ხალხის ერთიანობა არ იქნება, ანუ არაფრად არხის რა და დღევანდელი ჩვენი გადაცემაც ბატონებო იმისთვის არის უფრო ჩაწერილი რომ მიმართოთ მოსახლეობას, ყველა ქართველ ადამიანს, ვისთვისაც საქართველოს ჯვირფასია და ეს დარგი დამეთანხმებით ყველა რომ ალბათ ყველა ქართველს უყვარს ავტომობილი, ყველას გვიყვარს. მარტო გაყიდვა არა, ანუ ამ საქმეს ესე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში თავისი მუღამი აქვს რა. სხვადასხვა ავტომობილებს ცდი, ტესტავ, ქსიამოვნებს ეს სფერო და ეს სფერო ყველა ქართველისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სფეროს კარგავთ, ანუ ქართველებისთვის საყვარელ სფეროს კარგავთ. ერთ-ერთ საყვარელ სფეროს. ბატონებო, ხო და ამ გადაცემის პირველი აზრი ის იყო, რომ ყველა ადამიანამდე მივიტანოთ ის აზრი, თუ რა ხდება დღეს და მე მინდა თქვენ ყველას წაგიკითხოთ კომენტარები, როდესაც ამ ვიდეოზე, ამ თემაზე ვისაუბრეთ, პირველი ვიდეო როდესაც დავდებთ, ძალიან საინტერესო კითხვები და ესე ვთქვათ, პრეტენზიები მოვისმინეთ ჩვეულებრივი მოსახლეობისგან, რომელიც ამ სფეროთი არა დაკავშირებული და მე მინდა ბატონებო თქვენ ეს კომენტარები წაგიკითხოთ და მაინტერესებს ყველა თქვენგანის აზრი, რომ გავცეთ მოსახლეობას პასუხი. ესე იგი, სუხო წერს ესეთ რაღაცას. რატო უყურებთ მარტო იმას, რომ აი ყაზახები ყიდულობენ და ჩვენ არაფერი აღარ გვჩებაო. იცით ყველაზე ცუდი რა არის? ქართველებს მანქანა რო დაუჯდათ თავის ყველაფრიანად 7000 და ყიდიან 13000-ად ან 12500-ად. რაში იღებს ფულს შენი ყაზახები ან სხვა ნაცია? ნუ აღარ გავაგზავნებ, აქ დიდი კომენტარია, ანუ მოკლე აზრი ის არის, რომ ამ ადამიანს პრეტენზია აქვს იმაზე, რომ ქართველი დილერი რატო ყიდის თუ 7000 დაუჯდა $13000 მანქანას. ის გავწვილი და ის პასუხი. ჯერ ესეთი ჯადოსნური საიტი თუ იცის არა პიროვნებამ სადაც შეიძლება იყიდო მანქანა და მე 7000-იანი და გაგიდო 13000-იანი და 13000 დიდ ბადრობას გადავხდი აქ გიორგი ბოდიში ერთს ჩავსვა რომ ჩვენ კი ვიცით ახლა და ამ სფეროში ვინც არის რომ ის იმ საიტზე რომ შეხედავს რომ ის მანქანა 7000-ათაა გაყიდული იმას შიდა დანამატი ემატება ტრანსპორტირება ემატება გაკეთების ხარჯები ემატება ჩვენ კი ვიცით მაგრამ ბევრმა ეს არ იცის ამიტომ აუხსნათ აი 7000-ად ნაყიდი მანქანა აი უბრალოდ მაგალითად დანამატი მინიმუმ $1000 არის კოპარზე თუნდა ეციაიაზე მინიმუმი $1000-ია ცოტა მეტი შეიძლება $8000 შტატს გააჩნია საშუალოდ ჩამოყვანა თბილისამდე $1500-2000 არის ავედით თითქმის 1000-მდე აღდგენა მინიმუმ $1500 კიდე არის დავამატოთ ზემოდან ნუ მოკლედ 800-3000 დავამატოთ ავედით $11000-მდე და კი ადამიანი ყიდის $12000-ად რა 12.5-ად 13 აფასებთ
რაღაცა კიდე მოვა ვიღაცა ქართულ ჯიგრულ პონჩი დაუკლებ ზოგს ისე ზოგს ასე და მაგას ვიცახებ საშუალოდ $1000 რჩება რა. კომენტარში ფიქრობ გულისხმობდა რომ გიждდება 7000 და კიდევ 13000. ნუ თუ გიждდება გულისხმობდა. ნუ 7000 თუ გიждდება, რა ვიცი თუ გიждდება კი ბატონო რა მე თან შეგვარგოს რა. თქვი მეც რომ იქნება გეჯგვითხრას ეს. ხო და შეგვითხრას და თვითონ მანქანიდან ვიცეთ $1000 რა. არა, ეწერან ახლა თუ გადაახვევს ჩვენი მაყურებელი მოისმენს იმ კომენტარს რაც იყო იგი ბატონი ბეგლარი საუბრობდა რომ მანქანის ჩამოყვანა სადღაც 6 ანუ იმ საბოლოო კონდიციამდე რომ მიიყვანო სადღაც 6-7 თვე თუ მეტი არა რჩირდება. plus მაგას უნდა ელოდო როდის მოვა მყიდველი და რომელი ხარჯი საერთოდ არჩევს. და როდის ხდი ბევრი ხარჯი არა და აი ამაზე მინდა სწორედ ყურადღება გავამახვილო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახლა მაყურებლის წინაშე კი არ წუწუნებთ ხალხო. უბრალოდ გიხსნით მდგომარეობას. ხო, არა, რა თქმა ადამიანი უნდა. რომ გამოდის იგივე ბაზრობაზე ყოფი, დილერი სახლიდან მოაქვს ფული ფაქტიურად. და ის ხარჯები რა თვითღირებულებაში შედის. ყოველდღიურად ავტომობილის მოვლა, შენახვა, აი უკვე გამზადებული ავტომობილის ბაზრობაზე შენახვა და დგომა გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული და ის მოგება, რომელიც მარჟა, რომელიც მოუმატა დილერმა კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილს, ხო, რაც უფრო დრო გადის, ის თვითღირებულება იზრდება და ის მარჟა მცირდება. კი ბატონო. იგივე ყაზახების შემთხვევაში თვითღირებულებაში მიყავთ მანქანა, უნდათ რომ წაიყვანონ, რატო გვაქვს პრობლემა, რატო ვიძახთ რომ დემპინგურია ფასი, ან კიდე თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასი. და იმით ის არგებლობენ რომ დღეს ჭარბი არ მიწოდება და ზუსტად იციან ყოველდღიური ბოდიში გაწყვეტინებს ზუსტად იციან რომ ყოველდღიური ხარჯი გემატება აი ამაზე ამით სარგებლობენ და გთავაზობენ იმაზე ნაკლებს რაც დაგიჟდა. კი ბატონო, პლუს მაგას სამი თვის შემდეგ რომ ტერმინალში რო შეკავს მანქანა ხო საერთოდ კატასტროფაა. ცალკე თემა, მოკლედ აი ეს რო ავიღოთ ერთობლიობაში და ეს ყველაფერი ციფრებზე რო გადავიყვანოთ და რო დაფიქრდეს ადამიანი რომ სადღაც 10-15,000 აბანდებ ერთი წლის განმავლობაში და მე ეს მოგება რომ გაყო თვეებზე რას მიიღებ, ну, ადვილი არითმეტიკაა, ხო? არა, მარტო. კიდევ რომ ამით კი არ წუწუნებ ჩვენ საზოგადოების წინაშე, უბრალოდ ვცდილობთ აუხსნათ იმ მოქალაქეებს და იმ ჩვენ მყიდველსაც, ხო? მყიდველიც მნიშვნელოვანია, მოდი ასე ვთქვათ. მაგალითად ასოციაციისთვის მარტო დილერი არ არის მნიშვნელოვანი, მყიდველიც მნიშვნელოვანია. მყიდველის დობის მოპოვებაც მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ თუ არ იქნება მყიდველი, ვერ იქნება გამყიდველი. თუ გამყიდველი არ იქნება, ვერ იქნება მყიდველი, მაგრამ კიდევ რომ შენ რომ ამ ბიზნესში, საკმაოდ სახიფათო ბიზნესში დებ ამ თანხას და ერთი წლის მერე იღებ, რა ვიცი, $15,000-ში $1,000 იღებ, ხო? ეს რო გაყო 12 თვეზე, ნუ რა გამოდის, ხო? არაფერი არ გამოდის პრაქტიკულად. გადავიდეთ შემდეგ კომენტარზე. ძალიან საინტერესო კომენტარია, ცოტა უყუღმავს ამ ადამიანს მოწერილი, მაგრამ მოდი გავცეთ პასუხი. ესე იგი, მარკი გვწერს ესეთ რაღაცას. ყაზახებთან დაკავშირებით. მაგას ქვია კონკურენცია და ვсё, მეტი არაფერი. ანუ ამაზე მე მგონი ვილაპარაკეთ და კიდევ ვილაპარაკოთ. დიდმა კომპანიებმა იფიქრონ, პატარა ხალხი მაგით არ დაჩაგრულა. ანუ აქ პირიქითა დიდი კომპანიები არ დაჩაგრულან, თორე პატარა კომპანიები და ჩვეულებრივი დილერები ძალიან დაიჩაგრნენ. და მოდი ამ ადამიანსაც გავცეთ პასუხი, რატომ არ არის კონკურენცია ქართველს და ყაზახს შორის სამართლიანი. წერანებს თქვი და გავიმეორებ რა, რომ კონკურენცია იქნება იმ შემთხვევაში, როცა თავისუფლად და თანაბრად ექნება საშუალება და უფლება საქართველოს მოქალაქეს შეიყვანოს მანქანა ყაზახეთში, უზბეკეთში და ასე შემდეგ ქვეყნებში, გაყიდოს იგივე პირობებით, რა პირობებითაც ყიდის ყაზახი. როგორც იგივე თანაბარ უფლებაშია ჩვენთან მოდის ყიდულობს მანქანას არავითარი დანამატის გარეშე, იმ ფასში ყიდულობს და იმაზე წერან თქვენ სწორედ ბრძანით, რომ იმაზე იაფათაც კი ხშირ შემთხვევაში, როცა თვითღირებულება, არას თვითღირებულებაა მანქანის, ნამდვილად არ არის თანაბარ მდგომარეობაში ქართველი დილერი და მწყველი. კი ბატონო, აი ჩვენთვის გასაღება, აი ჩვენ კი პროდუქტი შემოვიყვანეთ, ну, მოვამზადეთ, აი გაყიდვა, სატყიდი, მე ვერ ვყიდი იქ, ვერ მივდივარ, ვერ მიმყავს რა. კი შეიძლება აი ავდგე და წავიდე რაღაცა მომენტში, მაგრამ არ შემიშვებს იქ არავინ რა. აი უბრალოდ არ შემიშვებს არავინ რა და ვერ გავყიდი. აი ეს არის განსხვავება რა, აი ჯანსაღი კონკურენცია, აი აქ სად არის ეგ არის რა, აი
მაგას ვერ ვიგებ. სად არის ჯანსაღი კონკურენცია? როცა მე რო შემელოს შეყვანა თავიდან ბოლომდე იგივე ჩამოვიყვანე, გავაკეთე, რეექსპორტი გავუკეთე, ჯერ რეექსპორტს ვიზე ვაკეთებ. ჩემ თავზე ხო ვერ გავაკეთებ, ჩემ ქვეყანაში, რა ვიცი, ფიზიკურად ვერ გავაკეთებ. კაი, ვიღაცა მოვძებნე, არ ვიცი, აი რომ ვერ შემყავს რა და ვერ განსაღებას ვერ უკეთებ და რეალურად მაგენი ყიდულობენ დღეს მანქანას რა. 10 მანქანიდან 9-ს უცხო ქვეყნის მოქალაქე ყიდულობს და 1-ს ქართველი რა და აი ეგ მომენტია რა. არანაირი ჯანსაღი კონკურენცია აქ არ არის რა. ჩემი აზრი ესეთია. უფრო ალბათ იმ კუთხითაც უნდა წავიყვანოთ საუბარი, რომ მათ აქვს შემოსulis უფლება, ქვეყანაში საქმიანობის უფლება და ჩვენ ადგილზე რომ ჩავიდეთ, რამდენად გვექნება? ეგ კიდე სხვა საკითხია. უფრო ამ კუთხით ალბათ უნდა შევხედოთ, რომ იქ რამდენად დაგვითმობენ გასაღების ბაზარს, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა. შესაძლებლობა გქონდეს, რომ ჩავიდეთ აი ადგილობრივი და უშუალოდ რომ ასე ვთქვათ, კიდველზე რო გავიდეთ, ერთ საკითხი რა, მეორე პატარა ესეთი რემარკასაც შესწორებას შენიშვნასაც უბრალოდ, რომ დიდი კომპანიები ვერ უძნობენ.იანი და არც დავაში, ნუ არც ბოდიშის მოხდით დავამბული გო დიდი კომპანიები, მაგრამ ასოციაცია ვალდებული ვართ, რომ ის პროგნოზები და ის ანალიზი რაც გაგვაჩნია, გავუზიაროთ ყველას, როგორც მცირე, ისე საშუალო დიდი კომპანიებს. და განცხადება ასეთი შეფასება, რომ თქვათ დიდი კომპანიები არის არალეს, მე არ დავეთანხმებოდი მარტივი მიზეზის გამო. ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია ბიზნესში ეხება როგორც დიდს, ისე პატარას. ყველას ეხება, ყველა ერთ თავში ვზივართ და ყველაზე აქ ამას გავლენა. უბრალოდ დიდ კომპანიებთან მიმართებაში ეს გავლენა მცირეა, არ იგრძნობა, მაშინ როდესაც უკვე დილერებთან ეს უკვე საგრძნობად შესახებია. შეიძლება მცირე ლოგისტიკური კომპანიებისთვის ეს რაღაც დოზით გამოწვევა იყო, შეიძლება საშუალო ჯერ ვერ აგრძნობს და მით უმეტეს დიდი, მაგრამ დროთა განმავლობაში თუ ტენდენციასი გაგრძელდა, რაც ბრძანეთ, ხო, თუ არ მოხდა გაერთიანება საერთო პრობლემის წინაშე, და პრობლემა ეხლა დღეს ვერ დავინახეთ, მალე პრობლემა თვითონ დაგვანახებს თავს და უკვე სხვა ფორმით, იმ ფორმით, საიდანაც რაღაცა ნაბიჯს რო გადადგა, უკან დასაბრუნებელი გზა არ გვექნება. ხო? და რაღაცა დროს დავკარგავთ და შესაძლებლობას ხელიდან გავუშვებთ. ამაზეა საუბარი, რომ დღეს ეს გამომწვევი რისკები, რაც ამ ბიზნესის წინაშე დგას, თუნდაც არასამართლიანი კონკურენციის პირობებში, ასე დავარქვათ, რასაც ჩვენი სამართლიანი კონკურენციას უწოდებენ. კი ბატონო, ეს მათინება დღეს თუ ამის მიმართ რამე ნაბიჯები არ გადავდგით და არ გავერთიანდით, შემდეგ თვეებში და შემდეგ წლებში ეს პრობლემა უფრო მნიშვნელოვანი იქნება და ამას იგრძნობს ძალიან ბევრი. მე მინდა ორი კომენტარი წაგიკითხოთ ბატონებო, იმიტომ რომ შინაარსი ერთი არის და ამაზედაც მაინტერესებს თქვენი აზრი. ტყუილად ადანაშაულებთ ვინმე სხვას, ქართველებმა მისცეს ეს ბაზარი მათ ხელში ჩაგდების საშუალება. და მეორე კომენტარი არის ესეთი, მთავარ მიზეზს რატომ არ ასახელებთ დიდმა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა მისცეს კოდები, ანუ ამოაგდეს კერძო მცირე ჩამოყვანი და პირდაპირ გავიდნენ ყაზახებზე. ნუ აღარ გავაგზავნებ იქ კიდე რაღაც ესეთი კომენტარებია, მაგრამ ნუ აზრი ეს არის. ფაქტია, ძალიან დილერებმა და კი ბატონო, ფაქტია, მე ვეთანხმები მაგ კომენტარს რა. დიდმა კომპანიებმა მისცეს მაგის საშუალება და არა მარტო დიდმა კომპანიებმა, არა მარტო დიდმა კომპანიებმა, არა მათ შორის დილერებმა. დიახ, აი მაგის თქმა ძნელი არ დაეთანხმა კომენტარების ავტორს. მარტო კომპანია, არა, ერთი მხრივ აი ესე მხოლოდ კომპანიების მხარეს თითის გაშვერა არ შეიძლება არანაირად რა. აქ დილერიც დამნაშავია რა და რამოდენიმე წუთის წინ აღნიშნე კიდევ, რომ კეთილ სინდისიერ დილერზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, შესაძლებლობაც და მსგავსი რაღაცები. ასე რომ მარტო კომპანიის გადასაწყვეტი პრობლემა ნამდვილად არ არის ეს რა. არის ყველას გადასაწყვეტი კომპანიის, დილერის და ეხლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ სახელმწიფოს დახმარებაც გვჭირდება რა. წინა გადაცემაში ბატონებო ვისაუბრეთ ესეთ რაღაცაზე და იგივეს გავაშკერებ და ალბათ ამით ახმებით თქვენც. კომპანიებმა შეხვედრის დროს გაავრცელეს ესეთი აზრი, რომ
ჩვენ თუ არ მივცევთ კოდებს, ყაზახებს მიცემს ვიღაცა ჩვენი დილერი ისე რომ ჩვენ საერთოდ არ გვეცოდინება რომ მიცეს. და მართალია, ვიღაცა ერთი ადამიანი, რომელიც თავის ხელის მოთხოვის მიზნით აზარალებს ამდენ 1000 კაცს. კი ბატონო, აი ზუსტად მაგიტოა რა, ჩვენი ერთობლივი როგორც კომპანიების, ასევე დილერების რაღაცა სამუშაო ჯგუფის შექმნა და ამ საკითხზე მუშაობა, რომ აი მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული როგორც დილერი, ისე კომპანიის წარმომადგენლებიც რა. და უბრალოდ აი იმას ავქნათ რა, რაღაცნაირად პრობლემა მოგვარებისკენ წავიდეს რა, არა უფრო უარესობისკენ და უარესობისკენ რა. აქაც კიდევ ერთხელ ვამბობ, უყურეთ ბატონო მეგლარ, აქ არის ღია ბაზარი, ვისაც უნდა შემოდის, ვისაც უნდა გადის. აქ არ არის გარკვეული შეზღუდვები. ლიცენზიის თემა რო იყოს, ლიცენზია რაღაცას დაკეტავდა და შეზღუდვა. კი ბატონო, არის კითხვაზე არა. ხო და ზუსტად აი მაგიტო არის სამუშაო ჯგუფი და არ არის ფაქტიურად და ბატონო ალექსი, ჩვენ კი ვიცით აქ მჯდომმა, მაგრამ მოსახლეობამ არ იცის და თუ შეიძლება რომ მოუყვეთ მათ ბოლოს ფინანსთა სამინისტროში რა ინიციატივით შეხვედით, რა იყო თქვათ თქვენი მოთხოვნა, რა იდეა შეთავაზეთ და რა პასუხი მიიღეთ. ნუ დავიწყოთ იქიდან რომ იდეები ბევრი იყო და სამუშაო ვარიანტები. ერთ-ერთი მათ შორის იყო თქვათ განსახილველად შეიძლება ლიცენზირებაზეც ვესაუბრა და მათი პოზიცია გვაინტერესებდა. ასევე იყო საუბარი იქ რეექსპორტის ვადების შემცირებაზე, ტრანზიტის ვადების შემცირებაზე. მე მოგეხსენებათ ბოლო პერიოდის განმავლობაში ახალ ხელმძღვანელობასთან შემოსავლების სამსახურის ახალ ხელმძღვანელობასთან მოგვიწია კომუნიკაცია, კომუნიცირება. რადიკალურად სხვა მიდგომა ჰქონდა ახალ ხელმძღვანელობას. ნუ ნაწილობრივ უნდა დავეთანხმოთ კიდევაც ამ თემაში, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ ვადების შემცირება, ასე ვთქვათ პრობლემას ვერ მოხსნიდა. დისკომფორტ შეუქმნა. ანუ საუბარი იყო იმაზე, რომ არის დიდი ეჭვირო და ვეჭობდით და ჩვენ ვიცით, მაგრამ აი დადასტურებული ფაქტი ოფიციალურად ახლა ციფრების გარეშე ალბათ ასოციაციას ჩვენ გაგვიჭირდება მას საუბარი, რომ თვითონ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები არამთან გადასახადს არ ეხდიან კაზინოში. და უკვე როცა საუბრობთ, როდესაც საუბრობთ სამართლიან კონკურენციაზე, აღარ ვამბობთ, ანუ თანაბარ პირობებში არ არის ქართველი და უცხოელი დილერი, ხო? კი ბატონო. იმიტომ რომ ქართველი დილერი კარგად იხდის გადასახადებს, მაშინ როცა უცხოელი დილერი არ იხდის და თანაბარ პირობებზე და კონკურენციაზე უკვე საუბარი ზედმეტი იქნება. და შეგვიძლია რომ ეს ასე ვთქვათ გამოსწორდებოდა და ამ ხრივ სამუშაო ჩატარდებოდა. რაღაც პერიოდი გავიდა, ეხლა მიჭირს და არა მაქვს პასუხი შემოსავლების სამსახურიდან ამ ეტაპზე თუ რა სამუშაო ჩატარდა და ამ კუთხით გამოსწორდა თუ არა სიტუაცია, ხო? ეს მათ უნდა გვითხრა. სულ ეს იყო ვეცადე მოკლედ თუ ამ 2 წლის განმავლობაში ის პერიპეტიები გაგვევლო და უბრალოდ მოკლედ მე თქვა ის პერიპეტიები რაც გავიარეთ. და ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა დიდ კომპანიებთან ამ თემებთან დაკავშირებით, რომ ყველა ერთადზე ყოფილიყო და თქვენი ნებართვით პოროტად არ გამოვიყენებ ყურადღებას და მაყურებლის ერთს დავამატებ, რომ იცით როგორი მომენტია, რომ ეს ბაზარი როგორც დავიწყე ღიაა და ნებისმიერ შეუძლია შემოვიდეს და გავიდეს. აი ჩვენ აქ მაგიდასთან ხდომები თუ რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, ხო და შევთანხმდებით, მაგის გარდა ბაზარზე ძალიან ბევრი მოთამაშეა. და ეს აქ მიღებული შეთანხმება, ჩავთვალოთ რომ არავინ არ ვარგოთ პირობას, ვინც მაგიდასთან ამზივარ. ან ვინც ასოციაციის წევრია, ვისაც კონტაქტი გვაქვს, მაგრამ მაგის გარდა ძალიან ბევრი ადამიანია. საკმარისია ერთმა, ორმა, სამმა ადამიანმა რომ ამ კოდების დარიგება დაიწყოს, ხო? ნუ შედეგს რას მივიღებთ, რომ ყველა იტყვის უარს და მთელი ნაკადი მე წავა ისევ დაიწყება თავიდან. ფაქტიურად აი კოდების მიცემა არ მიცემასთან დაკავშირებით თავიდანვე პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს გამოსავალი არ არის. შეგვიძლია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ძალიან ბევრი მოთამაშეა ხალხმა, ძალიან ბევრი მოთამაშეა. მე არ ვაძლევ კოდებს, მაგრამ ის იძლევა კოდებს. ყველასთან ვერ მიხვალ და ყველასთან ვერ შეთანხმდები.
დილერებიც იძლევია მოდებს და კომპანიებიც იძლევიან. დიდი, მცირე, საშუალო, ყველა, რა თქმა უნდა, ხო. აი, რა მნიშვნელობა. და ეს უნდა მოიქცეს, რა ზუსტად რაღაცა ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ, ზუსტად აი ჩვენ ეხლა არც გვაქვს იმის პრეტენზია, რომ დღეს აქ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ვინმესთვის სავალდებულო იქნება. ჩვენ უბრალოდ პრობლემაზე ვსჯელობთ, კაი იქნება თუ სხვა ჯგუფები შეიქმნება და დაიწყებენ კომენტარებში ჩაგვერთვებიან თავაზებენ. ჩვენ არ აქვს რამე კონკრეტული აღწერება, რომ თქვათ აი ამით უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ვიმსჯელოთ, შეიძლება უკეთესი აზრი მოგვაწოდოს ვიღაცამ, უფრო დახვეწილი. ჩვენ დავეთანხმებით ნებისმიერ იმ აზრს, რომელიც იქნება სასარგებლო ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამ ბიზნესში თქვათ დასაქმებულებისთვის, ისევე სასარგებლო იქნება მათთვისაც, ხო? ჩვენ არავის წინააღმდეგ არა ვართ, ჩვენ ვართ ვიყვართ ჩვენი ქვეყანა, გვინდა რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე და ის მოგება, რაც უცხოეთის მოქალაქეს მიაქვს ჩვენ ქვეყნა დარჩეს ჩვენ ეკონომიკაში და განვითარდეს სხვა დარგები და სხვა თუნდაც ეს დარგი კიდევ უფრო მეტად რა. ჩვენ ისეთი ნიშა ქონდა საქართველოს, ესე ვთქვათ, ამ რუსთავის ავტობაზრობით ამ საკითხით, რომ რეგიონში ლიდერები ვიყავით და 10 წლეულები. 10 წლეულები. ეხლა რა ვიცი, სად ვართ? ერთი კითხვა მაქვს, ბატონო ალექსი. უფრო კონკრეტულად რო უთხრათ მოსახლეობას, რა ვადაზე იყო საუბარი? ანუ ქართველისთვის ეს არის 2 თვე, ესე ვთქვათ, უფასო და მესამე თვე დღეში 5 ლარიანი, მაგრამ აი უცხოელისთვის რა ვადაზე იყო საუბარი? არა, მინდა გითხრათ, რომ ამ ვადაზე არ იყო საუბარი, სხვა ვადაზე იყო საუბარი. სამთვიან ვადას ჩვენ დიდი ხანია ჩვენი ასოციაცია ვაყენებთ საკითხს და აქაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები თუ მოისმენენ, აბა დამეთანხმებიან, რომ ჩვენ ეს სამთვიანი ვადა პირიქით გაზდაგვიდო და 4-იანი იყო და რამდენჯერმე დავახერხეთ ეს საკითხი. თორე ვერ ვასწრებთ, არის პრობლემები ტექნიკურად მანქანის გამართვა, ამაზე წინააღმდეგები წავიდა. არა, ამ ვადებზე არა, საუბარი არის რეექსპორტის ვადაზე. რეექსპორტის რეჟიმში რომ მოექცევა ავტომობილი, 45 დღეა ვადა რომ დატოვოს ქვეყანა. ანუ 3 თვე პირველი ეს 3 თვე ხო არის, ეს 3 თვე თავისთავად ამ 3 თვის მე აკეთებს რეექსპორტს და მე კიდე 45 დღეა. 45 დღეა მას ვადა რომ ქვეყანა დატოვოს ავტომობილმა და თუ შევამცირებდით ვადებს, გარკვეულწილად ეს რაღაც გავლენას იქონიება, შეიძლება დიდ ვერ ვიტყვით, მაგრამ გარკვეულ გავლენას იქონიებდა მათ გადაწყვეტილებაზე. აქ საუბარია იმაზე კი არ არის ხალხური, საუბარი რომ თქვა ჩვენ არ გვინდა ყაზახი, კირგიზი და რაღაცა ნაციონალური ნიშნით ვაშხვევთ ხალხს ან არ უშვებთ ქვეყანაში და ამის პირიქით ჩვენ სურვილი გვაქვს იმისი რომ ეს ხალხი შემოდიოდეს და ჩვენთან ვაჭრობდეს. უბრალოდ აქ ქართველი დილერი რო ამოვარდა თავის ქვეყანაში და არ არის დაკავებული და ვერ საქმიანობს, ამაზეა საუბარი, თორე ჩვეულებრივ გვინდა ისავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება იმ ხალხთან, რაც იყო, მაგრამ აღმოჩნდა გამოვიდა ისე, რომ ისინი დამოუკიდებლად ახერხებენ, ჩვენგან დამოუკიდებლად ახერხებენ. ეხლა ჩვენ ქვეყანაში აკეთონ ის ბიზნესი, რასაც გარკვეული შემოსავალი შემოქონდა ჩვენი მოსახლეობისთვის და ამაზეა საუბარი, თორე რა ვიცი, დღეს დილერების თემა წაიღეს, დღეს წაიღეს პროფილაქტიკების თემა, ეგრეთ წოდებული პროფილაქტიკები, ტექნიკური მომსახურებისები, ბაზრობა გახსნეს ბოლოს და ბოლოს. მცირე, მაგრამ ბაზრობა ამ სეგმენტში. ხვალ ლოგისტიკური და არაერთი. და ეხლა ხვალ არ არის გამორიცხული ლოგისტიკური კომპანიებიც გახსნა. თავის და აქაც უკვე ქართული კომპანიები შეიძლება კონკურენცია გაუხსნა და დიდწილად ჩახსნან თემი და ხო? ამაზეა საუბარი, თორე ნუ რა ვიცი სულ მუდმივად რაც საქართველოს დამოუკიდებელი გახდა, მიდის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რეგიონში კულტურული ხაბი, ჩვენ უნდა ვიყოთ ფინანსური ხაბი, ჩვენ უნდა ვიყოთ საავიაციო ხაბი, ჩვენ უნდა ვიყოთ სამედიცინო ხაბი და ერთადერთი ხაბი რაც ვართ, ეს არის ავტოხაბი. იმასაც ავკარგავთ. ამაზეა საუბარი. ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი დილერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ელემენტარულად ქვეყანა კარგავს ამ ფუნქციას და ქვეყანა კარგავს დამატებით შემოსავალს. და ის დოლარის კურსი რო გარბის და ცვლილებას რო გაიცდის, ერთ-ერთი მათ შორის აქ მსხდომი ხალხია, ვისაც ეს დოლარი, ასე ვთქვათ, გარკვეული მასა შემოვა ქვეყანაში. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითონ უნდა გავიაზროთ ეს ქართველმა ხალხმა უნდა გავიაზროთ, იმიტომ რომ იმის გამო რომ შენ დღეს ხელი მოითბო და შენ კარგად იყო,
შენ იმ შენი საქციელის უკან რამხელა რაღაცა ხდება, იმას აღარ უყურებ. და აი ეს არის ყველაზე ცუდი. ერთი ადამიანი აკეთებს ამ ყაზახებზე ფულს, იგივე მის სახელზე ჩამოყავს მანქანები, რომ ყაზახები არაფერ შუაში იყვნენ, იგივე ეხმარება, თქვა, რამდენი ქართველი ალბათ იცით, ხო? რომ ქართველს ურეკავს და ეჩალიჩება ფულის დაკლებაზე და აი საშინელი, აი რა ერთხელ ვიდეოს უყურე, აი ძალიან ცუდი საყურებელია რა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ერთ კი არა, ნუ როცა კომპანიაში გვირეკავენ ხოლმე და რაღაცა მანქანის ფას გვეკითხებიან, აი რა ჯდება საქართველოს ჩამოყვანილი და ნუ ვეუბნებით პატიოსნად, ანუ TL Group-ი ჩვენ არ ვართ ეხა ის კომპანია, რომ რაღაცა პატარა ფასი უთხრათ, რომ მოვიზიდოთ და მე რაღაცა სხვა ფასში ჩამოვუყავთ, ანუ მართლა პატიოსნად ვეუბნებით იმ ფასს, რაც ჯდება საქართველოსამდე მინიმალური დაზიანებით, არა გადასაგდები მანქანა. ამ ფასს ბევრი როგებულობს, ანუ რაღაც მოდელები არის, კონკრეტული მოდელები რა, იგივე მაგალითად Ford Fusion-ი და ასე შემდეგ რა. ვა, მაგ ფასად ხო საქართველოშიც ვიყიდი და ამ დროს ეგრევე მერთვება ხოლმე რაღაც. კი, იყიდით, იმიტომ რომ ბაზარს დღეს დახმარება ჭირდება, სანამ ჩამოყვანას გადაწყვეტ. ნახეთ რუსთავის ბაზარზეც იქნებ ყიდულობთ იმ ფასს. აქვე გადი რა და იყიდე რა. ბევრი დილერი მაგალითად იმაშვება, რა ქვია, რო ვეღარ ყიდის, ანუ იქ თავის ფასში ჩამოყავს, თავის ფასზე სვავს უკვე მანქანას და იქაც ამერიკაშიც ამ ყაზახების გამო ისე არის ფასი გაძვირებული, რომ საქართველოში ბევრად იაფად შეგიძლიათ იყიდოთ და ამით ბაზარსაც გამოაცოცხლებ, ქართველ დილერსაც დაეხმარები და შენც იაფად და უწვალებლად შეგრჩება ავტომობილი. ამიტომ იმას კი ნუ დაძდევთ, ეს ადამიანი რამდენს უგებს და აი ამდენად იყიდა იქ და ამდენი რჩება, იქ არავინ არ ვიცით რა ნიუანსები დახარჯა იმ ადამიანმა იმ მანქანის გაკეთებაში და რამდენი იწვალა. შენ თუ გაწყობს ის ფასი, გადაიხადე ის ფასი იმ ადამიანსაც დაეხმარები და შენც შეგრჩება მანქანა, რომელსაც 4 თვე აღარ მოგიწევს ლოდინი და პლუს კიდე გაკეთება და არ იცი რაც ჩამოგივა. აი ერთი მომენტი რა, შეიძლება ჩვენ ამერიკაში ვერ ვყიდულობთ მანქანებს, რომ იმიტომ რომ ყაზახებმა გააძვირეს, გააჟღერდა ეს ფრაზა. და ვიღაცას შეიძლება წამოვიდეს ეს აზრი, რომ კოპარზე თამაშობს და ამერიკის აუქციონებზე უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი და გასაგებია, მაგრამ როცა ვინც იცის, ვისაც უთამაშია ერთხელ მაინც აუქციონი იქ შენ ხვდები რა ქართული დროშები როცა ფრიალებს რა და არარეალურ ფასებს იხტიან, უკვე ხვდები რომ იქ ქართველი არ მუშავა, არ თამაშობს რა, ანუ თამაშობს სხვა რა. სიტყვაზე მანქანაში როგორ გათვლილი კონკრეტულად არ დავასახელებ ხა არც მოდელს ან რაღაცა $5,000 რა და ნუ ხარჯი გაკეთება რაღაცა $5,000 ადგილზე რო გადაიხდიან, ნუ სადღაც 10-ში მაქსიმუმ რა, 9-ში უნდა ჩაეტიო თავის გამბაჟებიან, გაკეთებიან, ჩამოყვანიან, დანამატიან, ანუ ადგილზე გადახდაზე მაქვს საუბარი რა. ხო? რა, უკვე $10,000 იქ რო არის გაცელილი ფასი და საქართველოს დროშა ფრიალებს, ხო ფაქტია რომ ქართველი არ ყიდულობს ამას რა. ძალიან ხშირი შემთხვევა არის, თითქმის ყოველდღე ვარწდებით ამას კი ბატონო. ო, აი ეგ მომენტები არის რა, ვიცი. ბატონებო, მოდი ესე რომ ვთქვათ, პრობლემაზე ვისაუბრეთ და მოდი ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, ვინ რაში ვხედავთ გამოსავალს. ფაქტია რომ აქ არის ორი მხარე, პირველი ის რომ მოსახლეობა და ავტოიმპორტიორი კომპანიები, თვითონ დილერები უნდა გაიაზრონ, რომ ეს არის პრობლემა, შეიძლება დღესა თვითონ ამათ არ ეხებათ, მაგრამ მომავალში შეეხებათ. ეს აუცილებლად უნდა გაიაზრონ და ყველა ერთად უნდა დავდგეთ. და მეორე მხარე არის, უნდა დაგვეხმაროს ამ ყველაფერში მთავრობა იმ კანონებით, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ და რაც ხელშეუშლით ყაზახებს და სხვა ნაციის წარმომადგენლებს საქართველოში ბატონობაზე და რაში ხედავთ გამოსავალს ბატონო ალექსი, თქვენიდან დავიწყებთ თუ შეიძლება? ხო, ნუ რთულია იმ ყველაფრის ჩამოყალიბება, რაც ამ 3-4 წლის განმავლობაში დაგროვდა, ხო, აზრი, იდეა, შეხედულება, ძალიან გვაქვს პოზიცია მოსმენელი სახელმწიფოს პოზიცია, გვაქვს დილერების, ვთქვათ. კი. ბოდიში ბატონო ალექსი, ერთი წუთი შეგაწყვეტინებთ, თქვენ ალბათ მოსახლეობას არ გეცოდინებათ, ბატონი ალექსი ამ საკითხზე იქამდე მუშაობდა, სანამ ეს პრობლემა ესეთი მწვავე გახდებოდა და ბატონი ალექსი მოახერხა ის, რომ ასოციაციამ, ხო, ავტოიმპორტ ასოციაციამ მოახერხა ის, რომ
ყველა ეს დილერები და ავტოიმპორტიორი კომპანიები ერთ სივრცეში შეეკრიბა და ამ პრობლემაზე ერთ აზრზე დამჯდარიყვნენ. ასე რომ ეს არის მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის შედეგი და ეს ნუ გონიათ რომ გუშინ დაიწყო. შეგიძლიათ განაცხადოთ? კი, მადლობა ჩართვისთვის და ინფორმაციის მიწოდებისთვის. კი, ნამდვილად ასე იყო. ნუ რა ვიცი, რთულია ახლა ეს ყველაფერი ესე დავაგდეს და გავაცნოთ ჩვენ მსმენელს, მაგრამ თავარია იმენ შედეგი ხო? შედეგი რა მივიღეთ? შედეგი ის არის, რომ სახელმწიფო სხვა შეხედულება აქვს, სამწუხაროდ ამაზე დილერებს სხვა შეხედულება აქვს, კომპანიებს სხვა შეხედულება აქვს და ამის შეჯერება ძნელია და ჭირს. რაც გამოსავალი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარება ამ საკითხში ჭირდება და აუცილებელია, რომ თუნდაც ეხლა არათანაბარ პირობებში რო იმყოფება ქართველი და უცხოელი დილერი, თუნდაც ვიცი ეხლა დილერების დამოკიდებულება პრიორიტეტი მათ უნდა მიენიჭოთ და არა უცხოელებს და მით უმეტეს ასეთ სიტუაციაში, როდესაც არათანაბარ პირობებში არიან, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ თანაბარ პირობებში უნდა აღმოჩნდეთ, ხო? აქ მინიმუმში ქართველი დილერია. ერთი, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია კულტურა უნდა შევცვალოთ დარგის შიგნით. ამ ხნის განმავლობაში მეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ათეული წელია, ხო? თუ 20 წელია თუ რაღაცა, რაც ეს ბიზნესი არ არსებობს და ბუნებრივად ხდებოდა, ბუნებრივად ყავით მონოპოლისტები ამ სიტუაციაში, მაგრამ და კონკურენცია შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. არ იყო საჭირო გაერთიანება, ამ დილერების, ამ კომპანიების, ამ ბაზრობების, არავის გაერთიანება საჭირო არ იყო. ყველას შიგნით კონკურენციას უწევდა. დღეს დადგა დრო, როდესაც საჭირო გაერთიანება, რაღაც შეხედულების გარშემო, რაღაც საკითხების გარშემო და აი ეს მენტალიტეტი, ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ასევე უნდა შეიცვალოს ის მენტალიტეტი, რომ სხვა იმუშავებს, სხვა იშრომებს, იწვალებს და მე მივიღებ ისე მზამზარებული, ხო? თითეული მათგანი უნდა გამოვიდეს, ეს დილერი იქნება, კომპანიის წარმომადგენელი იქნება და ამ დარგზე მომავალზე უნდა იფიქროს. ჩვენ ახლა დრო არ აქვს და არ გვისაუბრია კიდე გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ცენტრალური აზიის რეექსპორტის ბაზრები, ხო? იგივე ჩინეთის აქტიურობის შედეგად და სხვადასხვა ფაქტორებისა და გავლენების გამო, ხო? და რა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, ხო? შეიძლება და იგივე სანქციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. რუსეთთან მიმართებაში, ხო? ძალიან ბევრი გამოწვევებია. და ეს არა მარტო შეეხება დილერებს, ეს შეეხება კომპანიებს. ჯობია რომ გამოფხიზლდნენ სახელმწიფო კი ბატონო, მას თავისი მოვალეობა აქვს, მაგრამ უნდა დაუფიქრდეთ, რომ ბიზნესაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. და თითეული წევრი, რა ვიცი, დილერი იქნება, ეს კომპანია იქნება, ასოციაცია თუ ბაზრობა იქნება, ყველა უნდა ფიქრობდეთ, რომ ერთი აგური მაინც უნდა დავდოთ საერთო საქმეზე, თორემ ნუ დავკარგავთ, ხაი ბატონო. არ დაგროვდა ქვეყანა, როცა ეს ამხაბი არ აქვს, მაგრამ გვაქვს და რატო კარგავთ აი ეს მაყურებს, ხო? რაც აგვაქვს უარესობის და რატო ხო? რატო უნდა სხვა ვისარგებლოს, ჩვენ ვერ ვისარგებლოთ, ეს ცოტა გაუგებარია. მოკლედ, რა ვიცი, რთულია ამ ყველაფერს შეჯამება, ძნელია, გამოსავალი არც ისე მარტივი არ არის და ესე მაგიდაზე არ დევს, მაგრამ თუ მოახერხეთ გაერთიანება, ესაც ადვილი შესაძლებელი იქნება და ესაც მიღწევადია იმის თქმა. ბატონო ბეგლას ხელს. ბატონო, მე ვეთანხმები ბატონ ალექს. იმ მოსაზრებაში, რომ რთულია რა დილერი სხვა ენაზე საუბრობს, სახელმწიფო სხვა ენაზე, კომპანია სხვა ენაზე. ზუსტად ამოდენე აღნიშნე, რომ ამიტომ არის საჭირო სამუშაო ჯგუფის შექმნა, დაждომა და დალაპარაკება, რომ აი ამ კონკრეტულ პრობლემას ამენაერად გადაჭრის გზა მოუძენოთ. ძალიან დიდი პრობლემა არის და ძალიან სიღრმისეული კვლევა ჭირდება ამ ყველაფერს რა და ეს ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემის მოგვარება დღეს უკვე შეუძლებელია. აუცილებლად რაღაცა ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ჩემი გადმოსახედიდან ალბათ ლიცენზირება დილერის ცუდი არ იქნება. სპეციალურად მოდიში დავარიდი ამ თემაზე, რომ არა, არ გამოვიდეს ისე, რომ ასოციაცია მიზანმიმართულად არა, ასოციაცია არა, მაგრამ ლიცენზირება ალბათ საჭირო იქნება ერთ-ერთი, იმიტომ რომ ნამდვილად აი ხა რა პური უნდა გამოაცხოს პურის მცხოვრებელმა. ვისაც არა გამოცდილება
და უნდა სიტყვაზე ამ სფეროში მოღვაწეობა რაღაც დონეზე გამოცდილება შეიძინოს, რაღაც დონეზე, რა ვიცი, ან ტრეინინგი ჩავთარდა, ბევრი რაღაცა საშუალებები არსებობს და მარტო YouTube-ით ვერ გააკეთებ, მანქანას მერწმუნეთ რა. ხო და აუცილებლად რაღაცა ჩარჩოში უნდა მოიქცეს რა. ერთ-ერთი საკითხი ლიცენზირება და უმთავრესი საკითხი რაც არის კომპანიებს და დილერებს შორის რაღაცა დონეზე შეთანხმება და საუბარი რაც შეიძლება მეტი რა. თამაშის საერთო წესების რაღაც როგორ კი ბატონო, საერთო წესების მიღება და ზუსტად ამის მე. თავდასხმა არ მოხდეს ხო? ხო, და აი ზუსტად საერთო თამაშის წესი რო შეიმუშავდება და სტრატეგია იქნება, ამის მერე უკვე ლიცენზირებაზე შეიძლება უკვე საუბარი რა. ბატონო გიორგი, თქვენ არ მინდა ისე ჩანდეს, რომ თითქოს ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრას ესე ვთქვათ, აკისრებდით მარტო სახელმწიფოს, მე ვფიქრობ, რომ ერთად უნდა შევიმუშაოთ ყველამ. აქ მეწარმეებმაც, დიდმა კომპანიებმაც ერთობლივად უნდა შევჯერდეთ რაღაც საერთო გადაწყვეტილებაზე. გეთანხმებით ნამდვილად, რომ პური მეგურემ უნდა გამოაცხოს, ამისთვის ალბათ უფრო ლიცენზირება იქნებოდა კარგი და იქნებოდა ჩემი აზრით ვადების გადახედვა, ვადების ესე ვთქვათ შემცირება უცხოეთის მოქალაქეებისთვის და ვთქვათ ვადების რაღაც ეტაპზე გაზრდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე მგონი ერთ-ერთი გამოსავლის ნაწილი ეს არის. ჩემ აზრს და TL გრუპის აზრს დავაფიქსირებ, ბატონებო. პირველი რასაც მე პრობლემას ვხედავ და რასაც შეუძლია ჩვენი ნახევარი პრობლემის გადაჭრა, ეს არის, როდესაც უცხოეთის მოქალაქეს ჩამოყავს ავტომობილი, ის ავტომობილი არ უნდა ჩამოვიდეს კომპანიის სახელზე. ეს რას გვაძლევს ჩვენ? გვეცოდინება ზუსტად რამდენი ჩამოყავს უცხოეთის მოქალაქეს და შეგვეძლება ზუსტი შეზღუდვების დაწესება, იმიტომ რომ ჩვენ რო რაღაცას შევზღუდავთ უცხოეთის მოქალაქეს, ჩვენ მაინც ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ თვითონ ავტოიმპორტიორი კომპანია ბევრი არის, რომელსაც უცხოეთის, ანუ თქვათ ვიღაცა ყაზახმა გამოიწერა ავტომობილი, მაგრამ ჩამოდის კომპანიას. შესაბამისად, არავინ არ იცის ის ყაზახის არის თუ რომელიმე ქართველი გარდა კომპანიისა. ვის ჩამოუყვანა? ნუ ეს ეხა შიდა ინფორმაცია, მაგის არავინ არ თხოვს მაგის გასაჯაროებას. უბრალოდ თუ ეს დარეგულირდება და ჩვენ გვეცოდინება, რომ იმ უცხოელს მოყავს, რაღაც ჩარჩოში მართლა მოვაქცევდით. აი მაგალითად, თუ მოდი პირდაპირ ვიტყვით რა, არც ერთ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს და თვითონ იმ ქვეყნის მოქალაქეს ერთი და იგივე პირობები არ აქვს. აი არ არსებობს მე ჩავიდე ყაზახეთში და მე ჩვეულებრივად გამაყიდინონ ბაზარზე მანქანა. ან ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში აიღეთ, მოდით ეხა ევროპაში ყველას ყავს ვიღაცას ნათესავი და აბა ჩაიყვანეთ ავტომობილი და გაყიდეთ თუ გაქვს საქართველოს მოქალაქეს, იგივე გერმანიაში ან იტალიაში ავტომობილის გაყიდვის უფლება. არავინ არ მოგცემთ მაგის უფლებას, იმიტომ რომ არ ხართ იმ ქვეყნის მოქალაქე. რატომ უნდა გქონდეს იგივე უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რაც ქართველს აქვს? არანაირად არ უნდა გქონდეს. ელემენტარული, რომ ქართველს რო გთხოვს ჩვენი კანონმდებლობა, რომ ერთ მანქანასაც რო გაყიდი, შენ უნდა დარეგისტრირდე გადამხდელად, ხო? ელემენტარული მაგას რო გთხოვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს რატო არ თხოვს? 10,000-ობით მანქანები გადის, ისე რომ ერთი ყაზახური კომპანიაც არ არის დარეგისტრირებული საქართველოში, რომ იხდიდეს DGG-ს. არ არსებობს ეგეთი, ანუ პირიქით, რეალურად ჩვენი სახელმწიფო კარგავს ძალიან დიდ ფულს, იმიტომ რომ ისინი არაფერს არ იხდიან და ამ დროს ჩვენ ვიხდით. ჩემი პირადი აზრი და კომპანიის აზრი არის იმაში, რომ ბატონებო გამოსავალი არის ესეთი, პირველ რიგში არ უნდა მოხდეს უცხო ქვეყნის პირის ავტომობილების გაფორმება კომპანიაზე და მეორე ის, რომ მთავრობამ უნდა გააკეთოს ესეთი ნაბიჯი, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვა საქართველოში და დაიწყებს ავტომობილებით ვაჭრობას, იმან უნდა დაარეგისტრიროს კომპანია და გახდეს გადამხდელი სახელმწიფოს მიმართ. რაც შეუქმნის თვითონ ყაზახებს დისკომფორტს, გაუძვირებს ყველაფერს და შეიძლება იმის საერთოდ აღარ უღირდეს ჩამოყვანა და იყიდოს საქართველოში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ერთი კანონი, ანუ ვთქვათ, ვერ იქნება იმის გარეშე, რომ კომპანიებს შეეძლოთ უცხოელების მანქანების თავის თავზე ჩამოყვანა.
იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიგებთ რეალურად ის კომპანიისაა თუ უცხოელის არის. ბატონო რაშა, უყურებთ ერთი მომენტია, ესეც უნდა ვთქვათ. კი. ობიექტურობისთვის რა. ჩვენ კამათოთ, მჯელობთ, ეს კარგია, ცუდი არ არის და ამაში თქვენ რაც ბრძანეთ ცუდი არ არის, მაგრამ უყურებთ როგორ მომენტია, რომ მეტალს აქვს მეორე მხარეს ყოველთვის. იმას რაც შეეზღუდება უცხოელს, მაგალითად კომპანიას თუ შეეზღუდება თავის სახელზე ჩამოყვანა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართველსაც შეეზღუდება კომპანიის სახელი ჩამოყვანა. დებით რა შეიძლება. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ქართულ დილერს ეს აზრი არ მოეწონება, მე ვფიქრობ. იმიტომ რომ ვიღაცებთან ასაუბრები გვაქვს, რაღაც ამაზე თანახმა, მაგრამ ვიღაცაც ამის წინააღმდეგია. ერთი რამე უნდა გვესმოდეს და უნდა ვიცოდეთ, ზოგადად რო ვთქვა, ამ თემას ვარ შევეხო, ზოგადად ვთქვა, რომ თუ რაღაცა წინსვლა გვინდა, რაღაცა უნდა მოვიკვლოთ. კი. რაღაცა უკვე სახელმწიფოც გვეუბნება ამას. ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პიროვნება თუ ვინმე არის ქვეყანაში, რომ კრიტიკულად არის განწყობილი, ასე ვთქვათ, ზოგადად ხელისუფლების მიმართ, ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ, როგორც ჩერჩილი ამბობდა, რომ უნდა იყო კრიტიკული, ანუ ხელისუფლებაში ზენიტში მყოფი ჩერჩილი ბრძანა ასეთი რაღაცა, რომ შენ თუ დილას ადგენდა კმაყოფილი ხარ შენ ხელისუფლების, ესე შენ ფსიქიატრთან უნდა მიხვიდე. ხო, სულ მუდმივად უნდა იყო რაღაც ესეთი მოთხოვნის რეჟიმში კმაყოფილი უნდა იყო სულ უკეთესი და უკეთესი უნდა. ამიტომ ერთ-ერთი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი მეც ვარ, მაგრამ მოდი ვთქვათ რა, ერთი რაღაცას ვთქვათ, რომ რაღაცა დამატებითი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს რაღაც შეუძლია და რაღაც ჩვენ შეგვიძლია. აი სულ მუდმივად ესე რომ ვისაუბროთ ობიექტურობისთვის ვთქვათ, რომ აი ეს შეიზღუდოს, ის რომ შეიზღუდება, შენ შეიზღუდები რაღაც მომენტში. თუ კომპანიებს შევზღუდებთ, კი ბატონო, კომპანიები შევზღუდეთ იმაში, რომ არ ჩამოიყენოს თავის სახელით, მაგრამ აქ ქართველი შეიზღუდება და ქართველმა თუ ის არ გაითავისა ეხლა, ქართველმა დილერმა რომ რაღაცა მე უნდა დავწყო, აი ამის სანაცვლოდ, არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თქვენ თვითონ აღნიშნეთ და გეუბნებით, აი მეც ვადასტურებ 4 წელი ამ თემაზე. ვსაუბრობ და ჯერ კიდევ ბოლოში ვერავარ გასული კონკრეტულად რაღაცა კონკრეტული ჩამოყალიბებული, რომ აი დილერს მოეწონოს ამავდროულად კომპანიას და ამავდროულად სახელმწიფოს მოეწონოს. სამი კომპონენტი რომ გავაერთიანოთ, აი პირადად გეუბნებით, თელ პასუხისგებლად ასეთ რამეს ვერ მივახცე. ხო და რაღაცა თუ არ დავთმეთ ყველამ კი ბატონო, კი გეთანხმებით, ზუსტად მაგიტოა, ორი შეხვედრით და ერთი შეხვედრით მაგი ვერ მოყვარდება, ამიტომ არის, აი მაგას ვიძახი, მეტი შეხვედრები და მეტი საუბრები საჭირო. სამწუხაროდ მე, რა ვიცი, ჯერჯერობით დილერების აქტიურობა ცოტა ისეთი ხო, ვერ ხედავ რა, ვერ ხედავ, სამწუხაროდ. ბირჟაზე, ბაზრობაზე საწყენად არ მიიღოთ ჯერფასო დილერებო, მაგრამ მხოლოდ არ ყმარა იმის, რომ ბაზრობაზე, იქ ბირჟაზე, სადაც ვიკრიბებით, იქ უკმაყოფილება გამოდგეთ. ხო, ეს უკმაყოფილება, თუ თქვენი პოზიცია უფრო ნათელი უნდა იყოს და უფრო საჯარო უნდა გახდეს, ხო? მე ვჯერ ყოფილა, რომ ტელევიზია მიგვიყვანია და ნუ არც ტელევიზიის წინაშე, არც საჯაროდ თავის პოზიციას არ აფიქსირებენ. ესე ძნელია რა, თუ არის აქტიური და არ გამოხვედი და არ დააფიქსირე შენი პოზიცია, თუ გაიგოს ეგრე ოჯახშიც კი შეიძლება შენი ოჯახის წევრმა ყურადღება არ მოგაქცევს. კიდევ ერთხელ ერთ-ერთი ყველა რატომ მოვყევი შესავალი რატო გავაკეთე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პიროვნება თუ ორგანიზაცია რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი არა ზოგადად თავის არ თუნდაც სახელმწიფოს მიმართ არის ავტოიმპორტიორთა ასოციაცია რომ მეტია რაც მოსათხოვია უნდა მოვითხოვოთ მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ თუ ჩვენც რაღაცა ნაბიჯი არ გადავდგით არ გავაკეთებთ საერთო საქმისთვის ხო და რაღაცა დამატებითი ესეთი მოლოდინები შევქმნათ და მე ფაქტის წინაშე აღმოჩნდეთ ეს მიუღებელია რა მაინც მივიღებთ იმას რასაც მივიღებთ და უნდა შევამზადოთ და ავატყობს უნდა უთხრათ რომ ის დავადებულია გარკვეული დავადება თუ შეალამაზებ და ფილტრების ართებით ყოფ ადამიანს ეთქვი რომ ის გაციებულია მაშინ გაციების სამალი უნდა დაუნიშნო და არა ფილტრების ანთების და ფილტრების ანთებით ავატყოფი ვერ მორჩება ხო ხდებით იმისი რა გაციების ცხელი ჩაით არ გამოვა მდგომარეობა ხო ანალოგიური რა გვაქვს პრობლემა და ამ პრობლემას თვალი უნდა გაუსწოროთ უნდა ქონდეს მოლოდინები სახელმწიფოსაგან კი სახელმწიფო თავისი უნდა გააკეთოს მაგრამ
იქ რაღაცა იკეტება იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, ვინც არ უნდა იყოს იქ მე რაღაც შორსავალი რაღაც პოლიტიკური შეფასებები. ხო, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ფინანსთა სამინისტროში პირველი შეხვედრა როცა ქონდა ჩვენ დილერებს სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად, იგი სახელმწიფოს მხრიდან რაღაცა პირობები გაჟღერდა დილერების მიმართ და ჩვენ ფაქტიურად მაგაზე თანახმა ვიყავით. რაღაცა კონკრეტულ გადასახადზე. მე შეიცვალა მოცემულობა, რა თქმა უნდა, მაგრამ კი ბატონო, არა, ნუ ესე ცალკეულად არა, ერთიანობით რაღაცას რაც შეიძლება მეტი საუბარი რა. და მე პრობლემის გადაჭრის მიმართ რა. ძნელია რომ სახელმწიფო დაადანაშაულო იმაში, რომ კონკრეტულმა სახელმწიფო დაადანაშავია, სახელმწიფო არის ფიქრობს ვინმე რომ ბოდიში რომ სახელმწიფო ისე არ გავიგოთ რომ თითქოს სახელმწიფოს თავისი მინუსი აქვს და დიდი მინუსი აქვს, რომ კარგავს ავტოხამს. და ექსპორტში პირველ რიგში ყველა კარგავს სახელმწიფოს დამოკანებას. მაგრამ ჩვენ იმისი რომ კონკრეტულმა დილერმა და ან კონკრეტულმა კომპანიამ რატომ ისა ყაზახეთს კოდი ეს არასწორი იქნება ის პასუხისგებლობა რომელიც სიტყვაზე ასაგებია კომპანიის ან დილერის იმანაც თავისთავად უნდა იყოს პასუხისგებლობა. რა თქმა უნდა, ყველა სხვა დაურიგებია ეს კოდები. ეს დაარიგა კონკრეტულმა ადამიანებმა, ხო? პრობლემა შეიძლება ჩვენ ეს მოთხოვ პასუხის სახელმწიფოს რატო დავარიგა ვიღაცამ კოდები. არა, პასუხისგებლობა. მოგვარებაც ერთად უნდა მოგვარდეს, ერთად უნდა ვთქვათ მივიდეთ რაღაცა კონსენსუსამდე გადაწყვეტილებამდე. იცით რა არის, ანუ ყველამ ვიცით ეს პრობლემა საიდან წარმოიშვა და აი გამეთანხმებით ბატონებო, როდესაც შეკრებები არის ხოლმე, ძირითადად მიდის, რომ თქვენი ბრალია, მოკლედ ერთმანეთზე გადაბრალება არის და არავინ არ საუბრობს გამოსავალზე. რო ახსენეთ ან რუსთავის ბაზარზე შეკრება და მხოლოდ იქ განხილვა, იქაც საუბარი არის მხოლოდ პრობლემაზე, ანუ პრობლემა როგორ წარმოიშვა. ყველამ ვიცით პრობლემა როგორ წარმოიშვა, ეხლა უკვე მაგას ვერაფერს ვეღარ უზამ, ეხლა მხოლოდ ერთადერთი შეგვიძლია რომ გამოსავალზე ვიფიქროთ. კი ბატონო, სხვა არაფერი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას პირველ რიგში გაერთიანებას, აბსოლუტურად ყველას და თუ ვინმეს რამე იდეა გაქვთ, დაგვიკავშირდით, დაწერეთ კომენტარში, მოგწერეთ პირადში, იქნებ თქვენი იდეა ის იყოს, რაც გადაარჩენს ამ რუსთავის ბაზარს და ამ იდეას ჩვენი მთავრობა დაეთანხმება და შეიძლება რამე ისეთი ძალიან კარგი რაღაცაც გააკეთოთ. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ამათი ბრალია და ამათმა დაარიგეს კოდები და ეს რატო ხდება ესე, ამის დაწერის მაგივრად მოდი გამოსავალი შემოგთავაზოთ. კი ბატონო, მაგან უგეწამა, ჩაი არა დარიგებულია. ეხა გამოძებ და მაგის გათიშვა ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მაგის გათიშვა პრაქტიკულად უკვე ძალიან რთულია დღეს. გამოსავალი უნდა მოიძებნოს ერთობლივად. გაფრჩებულ საქმეს უნდა უშუალოდ ემოცემულებაში ვარ. კი ბატონო. ეც დავამატებ ბატონო ალექსი, უნდა დაინახოს არა მხოლოდ დილერებმა და კომპანიებმა, ჩვეულებრივმა ხალხმაც, ვისაც ვთქვათ ავტომობილზე არ ვაჭრობს, მაგრამ ყველამ უნდა დავინახოთ პრობლემა, იმიტომ რომ ეს არის საწყისი იმისი, რაც შეიძლება ძალიან მასშტაბური გახდეს. ამიტომ ნებისმიერ ადამიანს თხოვ და მოუწოდებ რომ თუ რამე გამოსავალი აქვს, აუცილებლად შევატყობინოს, თითოეული თქვენგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა მიიტანოს გულთან ეს პრობლემა, იმიტომ რომ შეიძლება დღეს თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ძალიან მალე შეგეხოთ. ეხლა კომენტარებს ვიტყურობთ, და ერთი დავამატო, რომ გაცილებით კომენტარებიც იყო. კი, აღარ გამიგზელებია. ვიტყუროთ, რომ იყო რამოდენიმე კომენტარი, იქ ისები ხართ კონკურენტის რატო გეშინიათ, შემოვიდნენ ყაზახების და ერთ რაღაცაზე მგონი რომ დაფიქრდეთ ეს კარტი და ეხლა თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ, რომ იქ აუქციონზე საქართველოს დროშა რო ფრიალებს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი თამაშობს. ის დროშის უკან არის სხვა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საბოლოო ჯამში იმ კომენტარის დამწერს უძვირებს მანქანას. აი, სულ ელემენტარულია, რომ ის ქართველი იყიდიდა იქ პირობითად $10,000 მანქანას, ეხლა უწევს $12,000 გადაიხადოს, იმიტომ რომ კონკურენციაში შევიდეს იმ ყაზახთან, ან უზბეკთან, ან სხვა ნებისმიერ მოქალაქეებთან. იმიტომ რომ კარგად გაიაზროს მაგ კომენტარების დამწერება, ისევ მაგათ ჩვენს უყველას ვიძვირდება
ეს პროდუქტი და შესაბამისად გვიწევს ზვირად გაკიდვა. ამითი მოგებული არც მაგ კომენტარის დამწერი იქნება და არც ჩვენ არ ვიქნებით ამით. ერთი მომენტი ადრე იცოდნენ ხოლმე რომ აღარ გადავღალოთ ჩვენი მსმენელიაც დავამთავრ რა. ადრე იცოდნენ ხოლმე რომ გაწვირდეს ბენზინი რა პრობლემაა მე ხომ მანქანა არ აქვს. აი ყველა ხომ მიხვდა რომ საწვავის გაძვირება ნებისმიერი პროდუქტის ბაზია ისახება. მხოლოდ მანქანის ფლობელის ჯიბეს არ აქვს. ბენზი მეზობელი რომელსაც მანქანა არ აქვს, იმას პური უძვირდება, საკვებელო თანსაცმელი უძვირდება. ხო, ყველა სერვისი უძვირდება, იმიტომ რომ ყველა პროდუქტის თვითგრებოებაში ტრანსპორტის ხარჯებია, ხო? ხო და აქაც ეხლა წარმოგიდგენთ ავტოიმპორტი თუ დავკარგეთ, ეს მარტო ავტოიმპორტიორებს ხარ შეეხება, ეს იმ კომპანიებსაც შეეხება, ვინც დისტრიბუციაზე მუშაობენ, ვინც მშენებლობაზეა და ასე შემდეგ, ხო, ძალიან ბევრ სფეროს შეეხება. პირდაპირ მნიშვნელობით პირდაპირ არა ირიბათ რომ თქვა ინფლაცია და რაღაც არამედ პირდაპირ ხო სატრანსპორტო საშუალებებზე გაჩნდება დეფიციტი ხო შიდა ბაზარზე იქნება პრობლემა თუ ქართველი დილერი დაკარგავს თავის ადგილს სამაგიეროდ ავტომობილებს დაკარგავს მყიდველი ხო და ის ყაზახი და კირგიზის იმედზე თუ იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მოდი ესე ვთქვა არ ვიცი მაგრამ მაშინ მაგალითად გაგვიძვირდება ხო ნუ მე ნახო გაძვირება 7000-იანს რო გაუყიდიან 20-ად. ეგ იქნება ზუსტად. მადლობა ზევანდერისთვის. კაიხარით მადლობა და ამ პრობლემების წამოწვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო ყველას მოსვლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ თქვენი აზრიც მოესმინათ ხალხს და წარმატებებს გისურვებთ. იმედია რაღაც გადაწყვეტილებამდე მივალთ, რაღაცას მივაწვდით მთავრობას. რაღაც კონკრეტულ გეგმას, რაც იმუშავებს ჩვენი ბაზრის გადარჩენისთვის. ურმესი მადლობა ყველას მოგზაურობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები TLC Groups. თითოეულ დილეს. მადლობა ჩვენ მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩვენი აზრის მოსვენისთვის და მინდა ერთი რაღაც ვისურვო, დადგეს მალე ის დღე, რომ ჩვენ ვიждდეთ და ვკამათობდეთ კახური მანქანაჯობია, იმერული მანქანაჯობია თუ გურულების მანქანაჯობია. დადგეს ეგ დღე, რომ დაგვიდგეს ეგ საკამათო საკითხი. ოდესღაც დაიწყოს ქართული ავტოწარმოება. ხო და ჩვენ კიდე ავტოიმპორტიორების ნაცვლად ავტომწარმოებლების ინტერესი. ძალიან კარგი მომენტი, ძალიან კარგი იქნება. ბევრად უკეთესი იქნება მე მგონი რამბულად. მოკლედ თქვენ კიდევ მაყურებელს კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, თუ ვინმეს რამე იდეა გაქვთ ჩვენი ბაზრის გადარჩენის, აუცილებლად დაგვიკომენტარეთ, მოგწერეთ ან დაგვიკავშირდეთ. წარმატებებს გისურვებთ, კარგად წარდებოდეთ.